დილამშვიდობისა ჩემო კარგებო. მზიანი დღე გვაქვს, ასეთი მზიან, განწყობიან, კარგ დღეს გისურვებთ თქვენს. მე მივდივარ თბილისში, როგორც იქნა სტომატოლოგთან. იმასთან არა, ის წავიდა მივლინებაში 12 მარტის ჩათვლით და 12 მარტის მერე უნდა მივსულიყავი და მე მივდივარ ჩემ ძველ კარგ თერაპევტთან. რომელსაც ჩემ და საბედნიეროდ დღეს ეცალა. კუდი არ დავიფარე, თუმცა ჩანთაში მაქვს, არ მგონი ხა მანქანაში შემცირდეს, ნიღაბს გავიკეთებ რა თქმა უნდა, ეხლა თქვენთვის მოვიხსენი და წავედით, აბა, თუ რამე საინტერესოს გადავეყრები, ჩემო კარგებო, აუცილებლად გადავიღებ. კიდევ ერთხელ კარგი დღე, აბა. გზაზე ვართ, საწყობს ვასხავთ და აქეთ უკვე გორისკენ თითქმის აღარ არის თოვლი, მხოლოდ თევზი. კარგია რომ არ დავითბუნეთ, თორე თბილისი ძალიან დამწვერია. ნახეთ რა საყვარელია. რა გაწეწილი ყოფილვარ, კაცო. პირველად ვარ ქარვასლაში. ისეთ რომ ქარვასლაში. ნახალოკის საწმინდა დიამზე რომა. იქი არა. კეთოს მამის ქარვასლაში კი. ხო და მივდივარ ქოქინით. მესამე სართულზე ავდივარ. იმიტომ რომ რაღაც ლიფტები არ მიყვარს, ისევე როგორც მეტრო. არ მეშინია, მაგრამ არ მიყვარს. აქ არის ძალიან კარგი მაღაზია შილაკის პროდუქციით. თუ უფლება მომცეს გადაგიხებ. რამდენად დიდი ჩოჩქოლია. პირველ სართულზე, იქ სადაც კარფურია, იმდენად განსხვავებული სიმშვიდეა მესამეზე. მეორეზე არ შემიხვევია, მესამეზე სიტყნარია. აბა აქ მოდიან უფრო ოფისებია და მიზანმიმართულად მოდიან საქმეზე, ახლა ეს nail shop-ი, ფრჩხილის მოვლის საშუალებები. ეს ინსტრუმენტები გელაქები რაღაცე. ეს ხო რიგითი გამლელისთვის არ არის საჭირო ეს. კონკრეტულად მოდის ადამიანი კონკრეტულ საქმეზე და არ არის ხალხი ბევრი. ხო და ჩემო კარგებო. იმხელა რა დამაკვალიანა აი მან სართულის დაცვა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მივაღწია, ბოლოშიაო და ბოლოში გავეთი. ცოტა წავიხემსე კარფურის ბისტროში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან მივდივარ და ჯობს რომ კბილები გახეხილი მქონდეს, ამიტომ მაინც მოვიწესრიგებ და გავივლის. აი ესეც მაღაზია. აი ბატონო, მაღაზია TM-ი. ეს არის ოქტომბრის ქუჩას რა ქვია ახლა. მოკლედ ქარვასლა დადიანზე როა, დადიანია მე მგონი. ქარვასლა დადიანზე 7 ნომერი, მესამე სართული. აი ეს არის მაღაზია, სართულის დაცვას რომ მკითხოთ, მოგასწავლეთ. არა, იოლად მოახკნათ. ძალიან კარგი მაღაზია, უამრავი ფერი აქვს, მე ვიყიდე 2 ფერი. და არაორიგინალი ინსტრუმენტები გვაქვს, რომელიც რომ სამოყვარულოდ მშვენივრად გამოგადგებად, ასევე აქვთ ფრეზები, თავაკები, ესე ვთქვათ, ფრჩხილის დრელის, ვინც მუშაობს. მქონდათ რაღაცა ბაფიკები, რაღაცა ქლიბები, სტიკერები, რომელსაც ფრჩხილზე იკრობენ. ვისაც რა გჭირდებათ მოკლედ. მე მაგ სასწაულად გაწეწილი. და წავედი ახლა პირისღრუ მოვიწესრიგო. აფრინდა. გამოვედი გოგოებო და ბიჭებო, აბა
ვერც ავხედავ. შესიებული მაქვს თუ არა მაქვს. ბევრი გამოყუჩებელი გამიკეთა ჩემმა გოგომ. რა გოგოა, ესე იგი აი ერთი წამი არ უნდა რომ გეტკინოს და ერთი წამი არ უნდა რომ დისკომფორტი გაგრძნობინოს. ისე გემრიელად დამიმუშავა და წამალი ჩამიდა. რამდენჯერმე დამიმატა გამაყუჩებელი. და თან სიტყვაც ისეთი აქვს, ტბილი. შემოგევლე, დედი, აბა, მიდი, გენაცვალე, მიდი, ყოჩახი გოგო ხარ. აი, ყუი და აი ესე გემრიელად და ლამაზად გამიკეთა. 3-ის არა, 4-ის ნახევარზე მისული. 4 საათზე გარეთ გამოვედი. უკვე ისიც 1-5 წუთი, 10 წუთი ხო წევიჯორავეთ. რომ მივედი და რომ წამოვედი. ყოჩახი გოგოა ძალიან და მე ყოჩახი გოგო ვარ, რომ მე როგორც იქნა ავწიე ჩემი თავი და მოვიყვანე ექიმთან. აი ესე რო არ დამეგვიანა, ესეთი ტკივილი შეგრძნება არ მექნებოდა და არც იმას ვაწვალებდი და არც მე. რა არის ესა? მარკეტილის მეტროსთან ვარ და რა გინდა აქ რო არ იყიდებ. მარკეტილი არის თავი ისე როგორც დაანი. ყველაფერი თავისი აქვს. უმანას მოვკარი თავი მარკეტილის უმანაში ნაყოფი არა ვარ და უნდა შევიდე. შემოყვავ თქვენს? რა კარგი ამინდი შემხვდა, როგორ მიხარია. ცოტა მეტკინა კბილი. ხო და დავლიე გამაყუჩებელი, როგორც ჩემმა ნინო ექიმმა მითხრა. მარკეტილიდან გამოვედი, დავეხსენი იმას, რა ქვია, უზარმაზარ საათობს როგორც იქნა. ხო და ტაქსით გამოვედი, ტრანსპორტში ჭედვა იყო. ახლა ვარ დიდუბეში. რა შეეხება ჰუმანას, როგორც წაღან გითხარით. შევედი მარკეტილის ჰუმანაში 30%-იანი ფასდაკლება, არაფერი არ მომეწონა, აი ხელი არაფრისთვის არ მომიკიდია. ავიფარე ნიღაბი, შევედი, დავტრიალდი და გამოვედი. ხო და ახლა უნდა შევიდე ერისთავზე, ანუ დიდუბის მეტროს უკან, გვერდ არის შოპმარინა და ჰუმანა. ორივეში შევალ და იქნება აქ მაინც გადავიღო, ან ვიყიდო რამე. ესა მაქვს, რა ქვია, რაზე მოვდივარ ახლა მე, არის ფიქრობთ ახლა თქვენ რომ მე ესეთი თვალხარბი ვარ და არიქა და სულ რაღაცებს ყიდულობ. ოჯახში ძალიან ბევრი რაღაცა მჭირდება, მით უმეტეს ახალ ბინაში. ახალი მატრასები მაქვს და მინდა რეზინიანი ზეწრები. რეზინიანი ზეწრები უნდა ვნახო და იქნებ საფარდეები შევარჩიო ჩვენი საძინებლებისთვის. ქსოვილები ბევრი მაქვს, მაგრამ მუქი მინდა, ძალიან ესეთი ჭყიტინამზეა და მინდა მუქი. ვნახოთ, აბა რამე თუ იქნება, ისე მსიამოვნებ, სიარული აქ ისე რა კარგია. აჰა. იმდენი რამე ვნახე, ხალხო, იმდენი რამე ვნახე. პირველად ვნახე ის ხუალინგ პლაზა და იქ რაღაცა მიჰაუსი რო არა ქვია იმას, იმ სავაჭრო ცენტრს. არ ვიყავი ნაყოფი. არა, ნაყოფი ხოც არა ვარ, მაგრამ ნანახიც არ მქონდა შორიდან. ხო და შემოკარქება. ექსკურსია მქონდა დღეს. გავთიშავ ახლა და იქნებ მაღაზიაში რამე
უკვე აგარაში ვარ, გუშინ ვიდეო ვერ ავტვირთე. Რაღაცა უკვე ბნელოდა სახლში რომ მოვედით და საკმაოდ დაღლილი ვიყავი, როგორც მგზავრობით, ასევე ემოციებით. თბილისში არ დავრჩი და ჩამოვედი, იმიტომ რომ რაღაც არ მინდოდა ტასიკოს მარტო დატოვება ეს მაინც ფეხი როს ტკივა. და თან რომ მუშაობს, ვიფიქრე რომ მივალ და მე თვითონ მივხედავ იმ ჩემ ცხოველებს და ჩემ შულს თქონა. ჩამოვედით. დღეს აქა ვარ აგარაში და ხვალ მივდივარ უკვე ნერვი მოკვდებოდა ამ კბილის და ალბათ ხვალვე ამიშენებს. გაასუფთავებს და ამუშავებს და ამიშენებს. ყოველ შემთხვევაში ასე მახსოვს მე ეს კბილი რომელიც ამიშენა. ხო და ახლა დილა გავიღვიძე, ჩემი საყვარელი მწვანე ჩაი მოვიმზადე და რატო არ დაიღებ ისე ხარ? არა, ნუ გეშინი. ვის ელაპარაკები? ეჭვია. ნუ ვისაუზმო მოკლედ და ჩავრთე რომ თქვენს დაგელაპარაკოთ. დღეს მინდა რომ ნაგავი ჩავიტანო. რატომღაც ბევრი მომიგროვდა. უნდა ჩავიტანო ეს ნაგავი რაღაცა მაღაზიაში წვრილმანები უნდა ვიყიდო აქვე ჩემთან და სარეცხის რეცხვა მაქვს დღეს ატეხილი. პირველი სერია უკვე შევყარე და მე მეორე სერია აგერ უკან ხედავთ თეთრეული მაქვს გამოცვლილი. მეორე სერიაც უნდა შევაგდო. აი ესე შემოკარგებო. იმედია ხვალაც კარგი ამინდი იქნება და ხვალაც ესე გემრიელად მოვითბილისებ. რა ბედნიერებაა, როცა არ გტკივა. აი ძალიან დიდი ბედნიერებაა. რა მხოლოდ ერთხელ მივიღე 200-იანი იბუპროფენი. წამლის ჩადებიდან სადღაცა 9 საათში უკვე ყრუდ დამიწყო რუტუნი და მეთქე უფრო ძალიან არ მოიმატოს თქო და ავდიქი და დავიდე. მაგრამ აი იცით რო არ მტკივა ეს არის ბედნიერება. აი მართლა. ვუფრთხილდები აქეთა მხარეს არ ვჭამდა. აქეთა მხარესაც მაწუხებს კბილი და რომელი მხართ ვჭამ. აი ესე ჩემო გარდებო. მინდა გაჩვენოთ. ჯერ ესეთი ვინც აცხობ ასკებს. ნიკორას არა, ბოდიში გუშინ ვიყიდე აქცია ქონდა კარფურს. 5 ცალიანი შეკვრა, 9 კილოიანი პასკების, მე მგონი 9-იანი არ არის, უფრო დიდია. პასკების ფორმების მოკლედ, ვიღდა 50 თეთრი და ვიყიდე 2 ცალი 1 ლარი. მასეთ დიდებს მე მგონი არ გამოვაცხობ ოჯახისთვის ვაპირებ ამ აღდგომას მხოლოდ. გამოცხობას და მასეთ დიდებს ბევრს არ გამოვაცხობ. და მინდა გაჩვენოთ გუშინ რო ვიყავი იმ მაღაზიაში შევიძინე 2 ლაქი. აი ეს ფერი მომეწონა პალიტრაზე. კიდევ ერთი მომეწონა და არ ქონდათ, არა გვაქო. რაღაცა ესეთი მორუხო მოღვიძლისფრო იისფერი იყო და არა გვაქო. და ეს არის ჩემი დიდი ხნის ნაოცნებარი ლურჯი. არა ჩანს, იცით არ ჩანს კარგად. კინაღამ გადმოუღარა. არ ჩანს კარგად, რა თქმა უნდა. მაგრამ რო წავისვამ მე რა გაჩვენებთ. ეს კარგად ჩანს. ლაკოლომაზი ფერია. ვადიანებია. ელპაზას მახმარნენ ხოლმე ჩემი ელპაზას მისმევენ ხოლმე ჩემი გოგოები. აი ეს კალიფსო არ ვიცი, მე არ მახსოვს, შეიძლება იციან. მოკლედ ვნახოთ რა. ერთ-ორჯერ წავასმევინებ ჩემთვის და მე დავუტოვებ რა თმინდა მე მთელი ბოთლი. აი ესე ჩემო კარგებო, ეს რა ცხაა და არ რჩება. და არა როგორ არ რჩება, მაგრამ რაღაცა გუგრძელდა. დღეს ვუსმინე კოსმეტოლოგს, დილით რო გავიღვიძე კოსმეტოლოგს ვუსმინე. ცნობილი კოსმეტოლოგია. ხო და აკნესთვის და აკნეს შემდგომი ლაქებისთვის ბიუჯეტური სააფთიაქო საშუალება გვირჩია. სკრინს ჩაგიხდებთ. უნდა ვიყიდო ერთი. რა გინდა? შეცუნცულა შენ.
აი ესე ჩემოკარქებო. კარგ დღეს გისურვებთ. რა თქმა უნდა, საღამოს მე შევხვდებით კიდევ. ბუბუკა იქცევა ძალიან ცუდად. ნაგავზე ვიყავი ჩასული, ეს რა თქმა უნდა იტირა. ხო და ეს აჟიტირებულია, გინდა თუ არა რაღაცაო, არ ვიციო. კვენს ჩუსტებზე. ამასობაში ფისუნიამ დამპორწყნა. მოფერება მინდოდა და მოშორდი აქედან ასამეწო. თითი უმადურდა თავხედი კატა. ეხლა რას ვაკეთებ მე? ეს ჩემმა მარიმ რომ მაჩუქა. პლასტიკი. ეს ვიპოვე მარტო არაჟნის დასახმარებლად. მინდა რომ ჩემი ლაქების ფერი ვცადო. აი ვერ ვისვენებ, ვერა. რაფრა ერთვება ახლა ეს, რაფრა. თვითონ ის არ არის ჩართული. ფაქტიურად დენი არ მიეწოდებოდა. ავიღოთ ახლა ჩვენ. პირველად, ცხოვრებაში პირველად სარგებლობ შილაკით. აი, სპეციალური გელ-ლაქით თუ რა ქვია ამას. აი ამეთი. ესე დიდად ყოჩაღი არასდროს არ ყოფილვარ იმაში. საერთოდ ჭხილზე ლაქის წასმაში. რამდენადაც სუფთა ჩემეძლო რომ გამეკეთებინა, იმდენად დებილურად ვისვამდი. ხო და რა კაისუნი მინდა გითხრათ. საერთოდ ამას პირველად კი არ ვიგრძენი, მაგრამ რა კაისუნი. 9 რიცხვში გავიკეთე თუ 11-ში თუ 12-ში. სამი კვირა გავიდა უკვე. კიდე უნდა იმას ვქნა. შევიცვალო აუცილებლად. ამჯერად რაღაცა არ გამიცლო. არ ვიცი, გაშრობა არ დავაცადეთ, არ ვიცი, ჭხილი მაგ დათხელებული და მაგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონს. ჯერ ვადა გავიდა და მეც ერთი ვერ გაცლო, აი რაღაცები მოვაწყაყუნე და მოვქლიბე აქაც. მდენარი ლაქი ქონდათ, უამრავი. ისეთი მოპრიალებულია ჩემი კორპუსის, ისეთი მოპრიალებულია, იქით მზის მხარეს, სუდამდნარია და კორპუსის აქეთ ამ მხარეს, ქვენად კოცისკენ. ჩრდილშია, ანუ კორპუსისავე ჩრდილშია ეს თოვლი. დღე რაც მოასწრებს დადნობას, ღამე იყინება. მოასწრებს დადნობას, ღამე იყინება, იმიტომ რომ მიწა ესე სწრაფად ვერ იწოვს. ეს ალბათ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მე მჭირდება სისი და ბიბი კრემი, აი ამ როზაციის რაღაცა ერთგვარი ლაქების დასაფარად. ჯორფლი მაქვს. აი აქაც ამ ჯორფლი. ხო და უნდა შევიძინო სისი ან ბიბი. უფრო ჯობია სისი შევიძინო, ხო მართალია. ნორევასი მირჩიეს, თქვენ რა სიტყვით. სელპაკზე ქონდათ ფასტაკლება და შევიძინე ერთი დიდი შეკვრა. 32-იანი. იყოს ეგდოს სახში. მე არ ვიცოდი ჩვენ მარკეტსაც თუ ქონდა ხოლმე ეგეთი. ენგრეთი ფასტაკლება, ენგრეთი. დასიკოს ძალიან უყვარს ლამაზ-ლამაზი რვეულები და ბლოკნოტები და ძალიან უყვარს ლიმონი, ძალიან უყვარს ციტრუსი და აი ახლა ამ ზამთარს განსაკუთრებით სულ იმის წვენში ვართ რა, გაზიან სასმელებს რო აღარ მივირთმევთ და შაქრიანს. ვაკეთებ ლიმონის წვენს და აი საერთოდ ფაქტიურად არ ვაყრი შაქარს, აი 1 ლიტრზე ვყრი 1 ჩაის კოვს და ვფიქრობ რომ საერთოდ აღარ ჩავაყარო, იმიტომ რომ მაინც არ ეტყობა და რა აზრია გჯობია უშაქრო მივირთო, ხო? ხო და
შემხვდა ორი ძალიან ლამაზი რვეული. საკანცელერიოს განყოფილება აქვს რამდენიმე დახლი ჩვენ მარკეტში და სადღე ღამისო რომ აქ ექსპრეს. ვიყიდე ორი ძალიან ლამაზი რვეული, ესეთი ფორტო დაჭრილი, ისინი ახატია, ფორთოხლები და ლიმონები და აი ეს სიმჟავე და ნერწყვი მოგდის რო უყურებ პირდაპირ და რო ვიხდიდი, მითხრეს რომ ესო თანო არის სუნიანი რვეულიო, ეგ რას ნიშნავს? არ ვიცი. ცხვირი ახატია, რგოლი აქვს ესეთი. რგოლი ახატია, რაღაცა ამ რგოლში ახატია ცხვირი და იმას ესე უნდა გაუსახელო, დაყნოსავო და სუნი აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერავით არის სუნი ვერ ვიგრძენი, რამდენი ძარ ვუხახუნე თითი და ცხვირი, მაგრამ რვეულები ლამაზია და პირველად გავიგე რომ არსებობს სუნიანი რვეულები. აი ის რო არის ხოლმე Oriflame-ის და Avon-ის კატალოგებს რო აქვს, ხელს რო გაუხახუნებ და სუნამოს სუნს რო იგრძნო, რაღაცა ეგეთი. აგენაცვალე. რამდენჯერმე დავაჭირე. ეკრანზე ჩვეულებრივ შავად აღიქმება ეს. მინდა გითხრათ, რომ უფრო შავია ვიდრე ლურჯი. ნეტა ფრჩხილზე როგორი იქნება? მე მგონი მე ძალიან სკლად დავაწვეთე. არ ვიცი. ნახეთ. კარგად ვითამაში. გამოვთოთ ახლა ეს. დღეს რაღაცნაირად იცით როგორა ვარ, საქმეს ვაკეთებ, მაგრამ ესე ვარ. არც სუდათ ვარ, არც მოწყენილი, მაგრამ შენელებული ვარ, რაღაცა ლაპარაკზე ცხომეთყობა, შენელებული კადრი. კარგი დღეა, მზიანი, მართალია ქარია, მაგრამ მზიანი დღეა. მზიანსა. აფრის გაკეთებას არ ვაპირებ დღეს. საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს, ახლა სარეცხს გავფენ. ამასობაში ბუბუსა ავის გლეჭს. ეგ არის მაგისი უმთავრესი ფუნქცია ოჯახში.